როგორც კონტის უკვე ცნობილია, 22-დან 27 აპრილისამდე იმართებოდა იმუნიზაციის კვირეული. ჩვენი სამსახური აქტიურად მონაწილეობდა და ორგანიზებული ჰქონდა რიგი ღონისძიებები. დღეს უკვე ვასრულებთ. ბოლო ღონისძიება არის გუშინ ჩატარდა 37 ქალაქის 37-38 სკოლის ბავშვებში კონკურსი ხატვაში აცერი და დაიცავი. ახლა კონკურსში მონაწილე ბავშვების მიერ დახატული ნახატებით იქნა მორთული სწორედ ეს ავტობუსი და ჩვენ თან გვახლავს დღევანდელ აქციაში ეს ბავშვები ღებულობენ აქტიურად მონაწილეობას. ძირითადი მიზანი ჩვენი არის მოსახლეობის, ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და კიდევ ერთხელ შეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის და მათი შვილების ჯანმრთელობისათვის იმუნიზაცია. დღევანდელი ღონისძიება ტარდება იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში. ეს არის ერთ-ერთი მესიჯი გვინდა მივიტანოთ მოსახლეობამდე, რაოდენ მნიშვნელოვანი აცრები ჩვენ დღევანდელ აქციაში მონაწილეობს ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ასევე კოლეჯი კავკასიონი, ასევე ბავშვები, მოსწავლეები, რომელმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მასში, ასევე ჩვენი თანამშრომლები შვილები, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენ ამით პოპულარიზაცია გავუწიოთ იმუნიზაციას. ხატები იყო იმუნიზაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ორმა სკოლამ მივიღეთ მონაწილეობა და იყო რამოდენიმე ბევრი ნახატი იყო კარგი იმუნიზაციასთან დაკავშირებით, რომ იმუნიზაცია მთავარია ბავშვებისათვის. და რა დახატე? მე თვითონ დავხატე პატარა ბავშვი, შპრიცი და ესეთი სლოგანი აცერი და დაიცა.